და თავდაპირველად იქნებ განმარტოთ კიდევ უფრო კონკრეტულად რა ცვლილებები იქნება შესული, ანუ რა უფლება-მოვალეობები ეხსნება მანდატური სამსახურის წარმომადგენელს. ბატონო, მე დავადასტურებ იმას, რომ დღეს უკვე პარლამენტში იქნება განხილვა ჩვენი ცვლილებების, რაც შეეხება განათლების კანონში შესულ ცვლილებებს, შემდეგ უკვე მანდატურის დებულებაში დაზუსტებები იქნება, უფრო კონკრეტულად გაიწერება ყველაფერი. რაც შეეხება კანონში ცვლილებას, პირველი და მთავარი ცვლილება არის ის, რომ ჩვენ ამ კანონიდან ამოვიღეთ პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა მანდატურების მხრიდან საგანმანათლებლო დაწესებულების შიდა განაწესის შესრულებაზე კონტროლს. შიდა განაწესი ძალიან ფართოსნებაა, ის მოიცავს როგორც დისციპლინურ საკითხებს, წესრიგის მიმართულებით მუშაობას, უსაფრთხოების საკითხებს, დანაშაულის პრევენციას მათ შორის, ასევე მოიცავს სუფთა პედაგოგიურ საქმიანობასა და დირექტორს და მასწავლებელს შორის ურთიერთობის რეგულირებას. სულ იყო გაღიზიანება იმის თაობაზე, რომ მანდატურები ერევიან მასწავლებლების საქმეებში და არის გარკვეული ორ ხელისუფლებიანობა სკოლებში. ისინი აკონტროლებენ დირექტორებს, აკონტროლებენ მასწავლებლებს, შედიან პირდაპირ გაკვეთილზე, უმოწმებენ მასწავლებლებს ჟურნალებს, თუ ისინი როგორ აწარმოებენ ჟურნალებს, შემდეგ უწერენ ოქმებს და ამის საფუძველზე შემდეგ ხდება მათი მასწავლებლების სამსახურიდან დათხოვნა და დირექტორების ამას სხვათა შორის ძალიან კარგად იყენებდნენ და როდესაც მანდატურის ოქმის საფუძველზე თქვათ დირექტორი გაანთავისუფლებდა მასწავლებელს სამსახურიდან, შემდეგ ის აკეთებდა ესეთ განმარტებას, რომ რა მექნა, ვთქვათ, რა მექნა, აი მანდატურმა ოქმი დაწერა და მე ვალდებული ვიყავ ეს გამეკეთებინა. ესეთი ფაქტები ჩვენ რო გამოვრიცხოთ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გარკვეული ენით ვიტყვი, რომ მასწავლებლებს აღარ დაუწევთ ოქმებს. მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდება მასწავლებლის ოქმის დაწერა, თუ ისინი ჩაიდნენ სისხლის სამართლის დანაშაულს, ეს იქნება მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფა უფრო მძიმე დანაშაული, მხოლოდ ამ შემთხვევაში დაუწევთ ეგრეთ წოდებულ ოქმს მასწავლებლებს. სხვა შემთხვევაში, თუ მაგალითად მასწავლებელი არ ჩაატარებს გაკვეთილს და აგვიანებს გაკვეთილზე, ჩვენ ვაცნობთ სკოლის ადმინისტრაციას ამის თაობაზე. ყოველგვარი მითითების, ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე ჩვენ აქ გამოვდივართ ბავშვების ინტერესებიდან, მოგესალმებით, როდესაც გაკვეთილი არ ტარდება, შინ კლასში შეიძლება მოხდეს ან ჩხუბი მოხდეს, ან ბავშვებმა იცელქონ დაამტვრიონ სკამი, მოხდეს სხვადასხვა დისციპლინური გადაცდომები, ან გქონდეთ ცდელობა მათ სკოლის დატოვების და შემდეგ უკვე დაგდეს შეიძლება საკითხი მათი უსაფრთხოების, მათ რაიმე დაემუქროს სკოლის გარეთ, იმიტომ ესეთ ფაქტებს ადგილი ჰქონია და ამ ბოლო პერიოდშიც ჰქონდა, როდესაც ბავშვები ტოვებდნენ უნებართვოდ გაკვეთილებს და შემდეგ სკოლას, იყო რამდენიმე შემთხვევა, რომ სავალალო შედეგებიც ყოფილა შემდეგ და ჩვენ აქ გამოვდივართ მშობლების ინტერესებიდან, ჩვენ მაქსიმალურად გავაკონტროლებთ იმას, რომ როდესაც ბავშვი მოვა სკოლაში, ის იყოს სკოლაში და არ დატოვოს მას სკოლის ტერიტორია. როდესაც საუბრობთ ახლა ოქმების დაწერაზე, თუ არის აქამდე მაინც სტატისტიკურად ინფორმაცია, რამდენი პედაგოგი იქნა გათავისუფლებული და როდესაც იწერებოდა თავის დროზე ეს ოქმები, როგორ ხდებოდა გადამოწმება, რომ თქვათ ეს იყო მართლაც კონკრეტულ ფაქტით გამოწვეული, თუ თქვათ ინტერესი იყო დირექტორის. ყოველ ოქმს თან ერთვის მონაწილე მხარეების ხელმოწერა, ესე ვთქვათ. თვითონ მასწავლებლებიც აწერდა ამაზე ხელს, ვთქვათ, სკოლის მოსწავლეც, ვთქვათ, ხელს აწერდა. შემდეგ ეს ოქმები ეგზავნებოდა დირექციას, სკოლის ადმინისტრაციას და განათლების სამინისტროს. და უკვე სკოლის ადმინისტრაცია იყო შემთხვევები ასევე, როდესაც მანდატურების მხრიდან ხდებოდა მითითებები, რომ სკოლის დირექტორს ემოქმედა მათი ოქმის საფუძველზე და მიეღო გარკვეული ზომები, ან დაესაჯა მასწავლებლები, ან რაიმე სხვა უფრო მსუბუქი სახის ზომები. ესეთი ფაქტები რო გამოვიწყოთ, ზუსტად ჩვენ ამიტომ ვაკეთებთ იმას, რომ ოქმის მასწავლებლებს აღარ დაუწერთ, რომ მათზე ზემოქმედების ბერკეტი მოვაშოროთ მანდატურებს. კიდევ ერთი ცვლილება, რაც არის და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, მანდატურებს ჰქონდათ ფუნქცია და ჰქონდათ უფლება ეგრეთ წოდებულ სამეურვეო საბჭოებში, რომელიც არსებობს სკოლებში, რომელიც წევრები არიან მასწავლებლები, მშობლები, სკოლის ადმინისტრაცია და რომელსაც უფლება აქვს დირექტორის მოხსნის ან დანიშვნის. ამ სამეურვეო საბჭოში ჰქონდა
მას მის ხთომებზე დასწრების უფლება ჰქონდა ხმის მიცემის უფლებით. და რიგ შემთხვევაში შეიძლება მისი ხმა ყოფილიყო გადამწყვეტი და მისი ხმის საფუძველზე თქვათ მოხსნილიყო იგივე დირექტორი ან მასწავლებლებს რაიმე პასუხისმგებლობა დაკისრებოდა. ჩვენ ამ მიმართულებითაც ვიფიქრეთ და რომ ჩამოვაშოროთ დირექტორებზე, მასწავლებლებზე მათ ზემოქმედების ბერკეტები, კადრში შევიტანეთ ესეთ ცვლილება, რომ მხოლოდ მიწვევის საფუძველზე ექნება მანდატურს ესეთ ხდომებზე დასწრების უფლება და თავისი აზრის გამოთქმის უფლება, თავისი აზრის დაფიქსირების უფლება, რა თქმა უნდა, მისი უფლება მოსილების და ფუნქციების ფარგლებში. და ეს მიწვევის უფლება მხოლოდ დირექტორს ექნება თუ სამეურნეო საბჭოს თლიანად იქნებიან მშობლების მოთხოვნით იქნება სკოლის ადმინისტრაციის თუ პედაგოგების. ანუ ეხლა შეიძლება ითქვას, რომ მანდატურები მხოლოდ ესე რომ ვთქვათ, მანდატურები მხოლოდ დამკვირვებლები არ იქნებიან ბავშვების, რაც შეეხება სკოლის მოსწავლეებს. აი მართლები ჩვენ ჩვეულებრივად ვახორციელებთ მუშაობას, რაც შეეხება დანაშაულის პრევენციას, უსაფრთხოებაზე ზრუნვას, მოსწავლეების მხრიდან დისციპლინარულ გადაცდომებს, წესრიგის დარღვევას. ჩვენ ჩვეულებრივად შევადგენთ აღრიცხვის ფურცლებს მათზე, როგორც აქამდე იყო, იგივე თამბაქოს მოხმარებაზე, ალკოჰოლის მოხმარებაზე, იქნება სკოლის უნებართვოდ დატოვებაზე, ეწოდებულ შატალოებზე, დაგვიანებებზე და ასე შემდეგ. ეს ცვლილებები შეეხება ძირითადად მასწავლებლებს. თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ სტატისტიკა, რამდენით, რაც მანდატურები შემოვიდა სკოლებში, რამდენით არის შემცირებული ფაქტები. რაც შეეხება სისხლის სამართლის დანაშაულს, პროცენტი ძალიან დიდია. თუ არ ვცდები დაახლოებით 10 ჯერ შეიძლება მედიაც არის შემცირებული ესეც სახის დანაშაულები. ყველა მიმართულებით არის პოზიტიური ზვრები. იგივე სკოლაში შიგნით დისციპლინარულ გადაცდომებს რაც შეეხება, დაგვიანებები, გაპარვები, ყველა მიმართულებით არის გაუმჯობესება და მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით ამ სასკოლო მართლაც ძალიან კარგად იმუშავა. უბრალოდ საზოგადოებაში არსებობდა და არსებობს დღესაც აზრი, რომ მანდატურის სამსახური იყო გარკვეულად პოლიტიზირებული და ის გადაიქცა ბოლო პერიოდში უკვე გარკვეული პოლიტიკური თამაშების მონაწილედ და აქ პოლიტიკური ზემოქმედების იარაღად. დღესდღეობით ეს პრობლემა აღარ დგას, მოხდა დეპოლიტიზაცია ამ სამსახურის, პოლიტიკური კონტექსტი მოხსნილია. როგორც გითხარით, ფუნქციებთან დაკავშირებით ჩვენ მასწავლებლებზე აღარანაირი ბერკეტი აღარ გვექნება მათზე ზემოქმედების. ბავშვებთან მიმართებაში იგივენაირად ვაგრძელებთ მუშაობას, შემდეგ უკვე პროცესში დავაკვირდებით, თქვათ, რა მინუსები აქვს ამ ჩარჩოებში მანდატურის მოქმედებას, რა ცვლილება შეიძლება შევიდეს მომავალში, შეიძლება საჭირო გახდეს თუ არა სხვადასხვა სახის ინტერვენცია, სხვადასხვა სახის კიდე სხვადასხვა მიმართულებებით, ამას ჩვენ დავაკვირდებით და უკვე ამას პროცესი გვაჩვენებს. საკადრო ცვლილებას ეს არ გამოიწვევს საკადრო შემცირებას, ანუ ძირითადად სკოლებში საშუალოდ რო ავიღოთ არის 3 მანდატური, არის 5 მანდატურიანი სკოლები, არის 2 მანდატურიანი სკოლები. მანდატურების რაოდენობა სკოლაში დამოკიდებული არის სკოლის ტერიტორიაზე, თუ რა სიდიდის არის სკოლა და აქედან გამომდინარე ხდება იქ მანდატურების რაოდენობის განსაზღვრება. აქედან გამომდინარე, ხა მე მგონი ამ ცვლილებების სკოლის ტერიტორია არც შემცირდება და არც გაიზრდება და მანდატურების რაოდენობა იგივე დარჩება. ბატონ ლევან. რაც შეეხება ტერმინს პირად გასინჯვას, ანუ ამისთან დაკავშირებითაც ცვლილებებია კანონში ამის შესახებ როგორ გითხრათ? მანდატურებს აქვთ უფლება საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში შეიყვანონ მოსწავლე თავის ოთახში და აწარმოონ პირადი გასინჯვა. მაგრამ ჩვენ უფრო დავაკონკრეტეთ ეს პუნქტი კანონში და ჩავწერეთ, რომ მანდატურს არ შეუძლია სკოლის ადმინისტრაციის წევრის ან პედაგოგის ან მშობლის გარეშე აწარმოოს პირადი გასინჯვა, აუცილებლად უნდა ესწრებოდეს სრულწლოვანი ადამიანი მეორე ამ პირად გასინჯვას, რომ არ მოხდეს მე რაიმე სახის გართულება და რაღაც პრობლემების წარმოქმნა. თვითონ უკვე პროცედურულად ეს შემდეგნაირად იქნება, შეიყვანენ ბავშვს თავის ოთახში, პირველად ხდება სიტყვიერი მიმართვა,
რომ თუ რამე გაქვს თქვა ჯიბეებში ამოიღე, თუ უარს განაცხადებს მოსწავლე ამაზე, შემდეგ ხდება უკვე ეგრეთ წოდებული მეტალოდეტექტორით მისი გასინჯვა. და ეს სპეციალური საშუალებები, რაც მითითებულია კანონში, ზუსტად ეს არის მანდატურის დებულებაში კონკრეტულად იქნება გაწერილი თუ რა სპეციალურ საშუალებებზე არის ლაპარაკი, სპეციალურ საშუალების ჩამონაცვალი ძალიან დიდი არის და მანდატურს ნამდვილად არ ჭირდება ეს სპეციალური საშუალებები ყველა. აქ საუბარი არის ძირითადად მეტალოდეტექტორზე და ეგრეთ წოდებულ რაციაზე. ანუ კანონში როგორც ვიცი, შედის ასევე ცვლილებები, რომ კანონიერ მოთხოვნის შემთხვევაში ყველა ფიზიკურ პირს ჰქონდა ვალდებულება და დამორჩილებოდა და ეს ცვლილებაც. დიახ, ეს ცვლილება შევა, ეს ჩვენ ამოვიღეთ საერთოდ. კიდე იყო ესეთი პუნქტი, რომ მანდატურის შეურაცხყოფა იჯდებოდა პირდაპირ. ეს როგორც თქვათ, პოლიციის შემთხვევაში არის შევიდა ცვლილება, რომ მანდატურის შეურაცხყოფა არ უნდა იჯდებოდეს ჩემი აზრით და ჩვენი აზრით, იმიტომ რომ ეს არის მანდატური. და რა ესეთი სტატუსის მატარებელი, კი მანდატური არის სახელმწიფო მოხელე, მას იცავს სახელმწიფო, ეს კანონში არის ჩაწერილი, მაგრამ სიტყვიერი თუ სხვა სახის შეურაცხყოფა უნდა იჯდებოდეს როგორც მოქალაქის შეურაცხყოფა ჩემი აზრით და აქ როგორც მოქალაქეს მანდატურს შეუძლებლად შეუძლია იმოქმედოს, მიმართოს შესაბამის ორგანოებს და მოითხოვოს შეურაცხყოფელის პასუხისმგებლობის საკითხი. მოგესალმებით საინფორმაციო სააგენტო ტაიმერჯი ეკა ქართავა ჟურნალისტი ბატონო ლევან გვაქვს ინფორმაცია და ეს ინფორმაცია ყველასთვის არის ცნობილი რომ ადგილი ჰქონდა მანდატურების დანიშვნა სკოლის დირექტორებად თუ რა კრიტერიუმებით ეს სადავო საკითხია და მათ ასე ვთქვათ ჭყალებში თავის საქმე გააკეთეს თავის დროს, როდესაც დაიწყეს სკოლის დირექტორად მუშაობა. თუ გადაიხედება ეს საკითხები, განათლების სამინისტროს რა ხედვა აქვს ამ მიმართულებით, თუ გაქვთ ინფორმაცია ამაზე და rendernat გააგრძელებთ ამ ტრადიციას თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში? მე ჩემი პირადი ხედვა მაშინაც და ეხლაც არის რომ მანდატურს ხა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დირექტორობას ქონდეს პრეტენზია მაგრამ ნუ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე მანდატურის დანიშვნა დირექტორად იწვევდა გარკვეულ პრობლემებს და მithქმა მოთქმას და ნუ გარკვეულწილად მეც ვეთანხმებოდი ამას მინდა გითხრათ რომ თბილისის დაახლოებით 15%-ში სკოლებში არის მანდატურები ყოფილი მანდატურები არიან დირექტორები და ეს ჩემი აზრით არ არის პატარა ციფრი ეს არის 1 და 2 შემთხვევა საკმაოდ ბევრი შემთხვევა არის ასეთი ნუ რა კრიტერიუმები დიახ, ნუ რა კრიტერიუმებით ხდებოდა დანიშვნა და რა ინტერესებიდან გამომდინარე ხდებოდა მათი დანიშვნა, ეს ნუ წარსული საქმეა და წინახედისფლების საქმეა ეს, ამაზე მე ხა ვერ ვისაუბრებ. მე ვფიქრობ, რომ განათლების სამინისტროს არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით აქვს გარკვეული ხედვა. მე ერთი აჩემილია, ჩემს სამსახურში შეუძლია მიაწოდოს ამ განათლების სამინისტროს ამ ადამიანებზე ინფორმაცია თუ რა კვალიფიკაციის არიან ისინი, რა სიტუაციაში და რა გარემოებაში მოხდა მათი დანიშვნა. თუ იქნება მოთხოვნა განათლების სამინისტროდან, რა თქმა უნდა. ანუ ხა აღარ შეიძლება კომანდატურა დირექტორად დაინიშნოს და ისევ იქნება ის. დირექტორად დაინიშნოს უფლება აქვს ნებისმიერ მოქალაქის. დიახ. უბრალოდ ის აკმაყოფილებდეს დირექტორის გარკვეულ ან კვალიფიკაციას ან მოთხოვნებს, რაც არის მოთხოვნილი განათლების სისტემაში. ერთი შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება ინტერნეტ გამოცემა net-გაზეთი ანიბერუკაშვილი გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 59 სკოლაში თუ არ ვცდები მანდატურის შესვლის შემდეგ გაუქმდა სკოლებში ექიმის სამსახური იმიტომ რომ მათ უნდა შეძლებოდათ პირველადი დახმარების გაწევა ბავშვებისთვის თუ გაქვთ ინფორმაცია რა მოხდა გუშინ და მე გითხრათ რომ მანდატური არ არის ვალდებული ჩვენი დებულებით და კანონმდებლობით მანდატური არ არის ვალდებული პირველადი დახმარება გაუწიოს მოსკოვის მოსწავლეს მარტო იქნება გამომდინარე რომ ძალიან მცირე რაოდენობას მანდატურების აქვს გავლილი ასეთი სახის ტრეინინგი ან მომზადება ამ სფეროში. აქედან გამომდინარე მისთვის ამ ფუნქციის მინიჭება ყველა გაუმართლებელი იქნებოდა. გუშინდელ ფაქტს რაც შეეხება ზოგადად მე ვესაუბრები მანდატურებს ვინც შეესწინა ამ ფაქტს და ამ ადამიანმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ ესეთი შედეგი არ დამდგარიყო, მაგრამ სამწუხაროდ ეს შედეგი საბოლოოდ დადგა. თვითონ რაც შეეხება სკოლებში ექიმების არსებობას, ჩემი პირადი მოსაზრება არის, რომ რა თქმა უნდა ეს განათლების სამინისტროს პრეროგატივა არ, მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრება არის, რომ ეს აუცილებელია სკოლებში არსებობდეს სამედიცინო კაბინეტი და კვალიფიცირებული პერსონალი, რომელიც ამ მომსახურებას გაუწევს შესაძლებელი შემთხვევაში მოსწავლეებს და პედაგოგებს და სკოლის პერსონალს.
სტატისტიკაზე მინდა ისე ვკითხოთ მანდატურების რაოდენობაზე, თუ იგეგმება უახლოეს მომავალში მათი რაოდენობის ზრდა და რა იქნება ძირითადი კრიტერიუმები, რითაც თქვენ შეარჩევთ უკვე ახალ მანდატურს. ან როტაციის შემთხვევაში, ცვლილებების შემთხვევაში, როგორ გეგმავთ ახალი კადრების მიღებას? მანდატურების რაოდენობის ზრდა დამოკიდებულია ესე ვიტყოდით ჩვენ სამსახურის გაფართოვებაზე, ანუ დამატებით სხვა სკოლებში შესვლაზე არის დამოკიდებული. როტაციას რაც შეეხება მანდატურებს, ახლა ხდებოდა დაახლოებით 3 თვეში როტაცია მანდატურების. ჩვენ გვიგვაქვს რომ ეს გავზარდოთ როტაციის პერიოდი და მინიმუმი იყოს 6 თვე, საუბარი არის 1 წელზეც, მაგრამ მინიმუმი ალბათ იქნება 6 თვე თავდაპირველად. თვითონ მანდატურების მომზადებას რაც შეეხება, მანდატურების მიღება სამსახურში ხდებოდა შემდეგნაირად, რომ პირველ რიგში ისინი ავსებდნენ ტესტებს, ეს იყო უნარჩვევების ტესტი. შემდეგ ამ უნარჩვევების ტესტის შედეგების გათვალისწინებით, იქ მინიმალური ზღვარი იყო გადასალახი და ამ ტესტის შედეგების გათვალისწინებით უკვე ხდებოდა მათთან გასაუბრება ინდივიდუალურად. იყო ფსიქოლოგები და სხვა მიმართულებით კიდე სპეციალისტები მათ ესაუბრებოდნენ და შემდეგ თუ ისინი გაევლინდნენ გასაუბრებასაც უკვე გადიოდნენ სამკვირიან მომზადებას პოლიციის აკადემიაში. სამკვირიან მომზადებაზე შემდეგ უკვე გამოსტის ჩაბარების შემთხვევაში მათ ენიჭებოდათ მანდატურის სერტიფიკატი, რომლის საფუძველზეც მათ შეეძლოთ მანდატურად მუშაობა. ჩვენ მუშაობთ მომზადების სისტემაზე, ჩემი აზრით სამკვირიანი მომზადება არ არის საკმარისი იმ კვალიფიკაციის მისაღებად, რაც მანდატურს ჭირდება თავის ფუნქციების განსახორციელებლად. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული მიმართულებით ტრეინინგები. ჩვენ დავიწყეთ თბილისის 700-ივე მანდატურს, დაახლოებით 700 მანდატურს გავატარეთ ეგრეთ წოდებული ფსიქოლოგიური ტესტი, რომელსაც ისინი ონლაინ რეჟიმში ავსებდნენ. ჩვენთან ერთად მუშაობენ ფსიქოლოგების ჯგუფი, ბატონი ლევან ზარდალიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც არის ჩეხეთიდან ჩამოსული ქართველი სპეციალისტი. მისი ხელმძღვანელობით მუშაობენ. მოხდა ამ ტესტების შედეგების ანალიზი და შემდეგ უკვე 700-ივე მანდატურს ჩაუტარდა ინდივიდუალური გასაუბრება. ეს თბილისი არის საუბარი. ამ ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად თავდაპირველად პირველ ეტაპზე შეირჩა დაახლოებით 300 მანდატური, რომელიც ახალ წლამდე გაივლის გარკვეულ გადამზადებას, გადატრეინინგებას, ესე რომ ვთქვათ, ის იქნება ფსიქოლოგიური მიმართულება, ბავშვებთან კომუნიკაცია, სტრესულ სიტუაციებში, როგორ უნდა მოიქცნენ და ასეთი სახის ტრეინინგები ჩაუტარდებათ მათ. ბიუჯეტთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, გაიზარდა თუ არა 2013 წელს მანდატურის სამსახურის ბიუჯეტი და თუ არ გაიზარდა, საით იქნება მიმართული ეს თანხები, რადგანაც გასულ წლებში ცნობილია, რომ მიზნობრივად პოლიტიკური მიზნებით იხარჯებოდა ეს თანხები, გარკვეული ნაწილი თანხებისა, იქნებოდა ეს სემინარები, ქალაქგარეთ, ძვირადღირებულ სასტუმროებში და ასე შემდეგ. პირველ რიგში იმაზე ვთქვით, რომ მანდატურის სამსახურის ბიუჯეტი არ გაზრდილა, დაახლოებით იგივე რჩება, სულ ცოტათი შემცირდა, სულ ოდნავ შემცირდა, ძირითადად ეს არის დაახლოებით 10 მილიონამდე არის. ლომის წილი ამ ბიუჯეტში მოდის მანდატურების ანაზღაურებაზე. დაახლოებით 3/4 ამ ბიუჯეტიდან იხარჯება მანდატურების ანაზღაურებაზე, შემდეგ უკვე სხვა დანარჩენ მიმართულებებზე. ხშირად არის საუბარი და მე მინდა გითხრათ, რომ არის მცდარი ინფორმაცია იმის მანდატურების ხელფასთან დაკავშირებით. აი თქვენ თუ იცით მაგალითად ამდენია მანდატური. დიახ, თქვენ სწორი ინფორმაცია აქვს, არის საუბარი იმის დაუბაზე, რომ აქვს 700-800 ლარი ხელფასი, ეს არის მცდარი ინფორმაცია, მანდატურებს ერიცხება 500 ლარი და ხელზე ასაღები აქვს მათ 400 ლარი. ხელფასის ზრდა ამ ეტაპზე მომავალი წლის ბიუჯეტის გათვალისწინებით არ იგეგმება. ჯერჯერობით იქნება იგივე, იყო საუბარი ვითომ დაკლებაზე, მაგრამ ხელფასის შენარჩუნებდა და იგივენაირი ხელფასს აიღებენ მომავალ წელს მანდატურები. თუ იქნება მოთხოვნა ამ სკოლებიდან და განათლების სამინისტროს პოლიტიკა დაემთხვა
ამ სკოლების მოთხოვნას, ჩვენ აუცილებლად დავაკმაყოფილებთ მათ მოთხოვნას და შევალთ სკოლებში. უბრალოდ აქ რეგიონებთან დაკავშირებით არის ერთი პრობლემა, რომ არის სკოლები, სადაც არის სულ 5 ბავშვი, 10 ბავშვი და არ საჭიროებს ესეთი სკოლები მანდატური სამსახურს. დიდ კონტინენტიან სკოლებში ძირითადად ჩვენ ვართ შესულები, დიდ ქალაქებში ყველგან ვართ შესულები. მომავალ წელს ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს მანდატური სამსახური სურვილი რომ უფრო გავფართოვდეთ და მთლიანი რეგიონები მოვიცვათ, გარდა ალბათ მაღალმთიანი რეგიონებისა, სადაც მანდატური სამსახურის საჭიროება გაცილებით ნაკლებია ვიდრე დიდ ქალაქებში და სხვა რეგიონებში. სკოლამ უნდა მიმართოს განათლების სამინისტროს, რომ მათ უნდათ რომ მათთან იყოს მანდატური სამსახური და შემდეგ განათლების სამინისტრო მომართავს ჩვენ და ჩვენ დავაკმაყოფილებთ ამ მოთხოვნას. კერძო სკოლებთან მიმართებაში როგორი იქნება თქვენი დამოკიდებულება, რადგან გასულ წლებში კერძო სკოლებს აიძულებდნენ ფაქტიურად, რომ მანდატურები აიყვანა და თავად ეხადათ შემდეგ ეს ხელფასი, იმ მოტივით, რომ თვითონ ითხოვდნენ კერძო სკოლების დირექტორები, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ იყო. სამინისტროს პოლიტიკა მიმართულებით არის შემდეგი, რომ კერძო სკოლებთან დაკავშირებით ეს იქნება მათი სურვილის მიხედვით. ეყოლება თუ არა მანდატური სამსახური? დიახ, იმიტომ რომ ისინი უხდიან მანდატურებს ხელფასს, ჩვენ უბრალოდ თავაზობთ ჩვენ მომსახურებას და მათი სურვილის მიხედვით იქნება აიყვანენ თუ არა. წინასწარ ხელისუფლების პირობებშიც არ იყო ეს სავალდებულო, კანონში არ იყო გაწერილი, ეს იყო სავალდებულო. აკრედიტაციის მისაღებად არის გარკვეული პუნქტები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს კერძო სკოლა. ერთ-ერთი პუნქტი არის შემდეგი, რომ მას უნდა ყავდეს უსაფრთხოების სამსახური სკოლაში. და შემდეგ უკვე ჩხილებში იყო ესეთი მინიშნება მიცემული, რომ უფლებამოსილია ყავდეს მანდატური სამსახური. არ იყო ვალდებულია ყავდეს მანდატური სამსახური, მაგრამ მოხდა კანონის მახინჯად განმარტება მათთვის და უკვე ზეწოლის შედეგად აიძულებდნენ მათ, რომ შეიყვანათ მანდატურები და ეუბნებოდნენ, თუ არ შეიყვან მანდატურს, ვერ მიიღებ აკრედიტაციას. აქედან გამომდინარე, კერძო სკოლები იძულებულები იყვნენ შეიყვანათ თავისან მანდატურები. ეხლა ჩვენ ამის გამო, წინა ხელისუფლების ამ პოლიტიკის გამო გვაქვს ძალიან დიდი პრობლემები. კერძო სკოლები აუქმებენ ხელშეკრულება და ჩვენ იძულებულები ვართ გავაუქმოთ მათ მომართვის შემთხვევაში ხელშეკრულება. პირველი ის, რომ ამ სკოლებს ძალიან დიდ ნაწილს მათგანს ყველას არა დაუგროვდა ვალები, ისინი ვერ იხდიან ამ ვალებს და ჩვენ გვიწევს ამ სკოლებთან უკვე სასამართლოში ამ ურთიერთობის გარკვევა. კიდევ არის თავარი პრობლემა, რაც ჩვენთვის დგას, ახლა არის ის, რომ ის მანდატურები, რომელიც კერძო სკოლებში იყვნენ, ეს არის დაახლოებით ხელშეკრულებიანი მანდატური იყოს დაახლოებით 250 კაცი. და არის საშიშროება იმის, რომ წლის ბოლოს ეს მანდატურები დარჩენ უსამსახუროდ საერთოდ. ჩვენ გვედგება ესეთი მემკვიდრეობა, მე რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს მანდატურები არ დარჩენ სამსახურის გარეთ, მაგრამ მომავალი გვაჩვენებს თუ როგორ იქნება ამ კუთხით საქმე.